დღის არხი რადიო იმედზე ზაზა ჭიტანავასთან ერთად. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში რადიო იმედის დღის არხის ფორმატში განვაგრძობთ მუშაობას და ჩვენ სტუდიაში სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეს ბატონ ვასილ კვერნაძეს მასმეძლობთ. გამარჯობა. მოგესალმებით. ბატონ ვასილთან ერთად ჩვენ გამოეხმაურებით თემას ზაფხული და სურსათის უნებლობა და ალბათ მე მგონი მეტ აქცენტს გავაკეთებთ კონკრეტულად რძის პროდუქტები და ცხელი ზაფხული. ჩვენ ამას წინათაც მოვისმინეთ ინფორმაცია, რომ ყველის არარეგისტრირებული საწარმო აღმოაჩინეთ კიდევ ერთი და დღეს რაც გავიგეთ თქვენგან არის, რომ დღეს ერთბაშად 4 საწარმო აღმოაჩინეთ კიდევ. რა ვითარება გვაქვს ამ მხრივ და ყველი რომელიც ერთ-ერთი რთული საკითხია ზოგადად რძის პროდუქტებიდან ამ თვალსაზრისით რა მოცემულობა გვაქვს, როგორ ახერხებს ეს ხალხი არარეგისტრირებულ საწარმოში ეს ყველაფერი დაამზადოს და შემდეგ ამის ყველაფრის გასაღებაც ხო ცალკე მოვლენაა. კი ბატონო. მოგესალმებით, პირველ რიგში მივესალმები ჩვენს მსმენელებს. მოხარული ვარ რომ დაინტერესდით აღნიშნული საკითხით, ჩვენ დაახლოებით 1 კვირის წინ პირდაპირ ეთერის საშუალებით ჩვენს მოსახლეობას მივაწოდეთ ინფორმაცია არარეგისტრირებული რძე და რძის პროდუქტების მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორების აღმოჩენასთან დაკავშირებით ფაქტთან დაკავშირებით და აღნიშნეთ რომ აღნიშნულ საქმიანობას სურსათის ეროვნული სააგენტო მუდმივ რეჟიმში აგრძელებს. აღსანიშნავია რომ დღეს მოხდა 4 არარეგისტრირებული რძის გადამამუშავებლის იდენტიფიცირება და შესაბამისი კონტროლის განხორციელება ქვემო ქართლის რეგიონში და თითოეულ მათგანს შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა. აქვე აღსანიშნავია რომ განმარტავ მსმენელისთვის რას ნიშნავს რეგისტრირებული, ხო, უფრო მეტად თვალსაჩინო რომ იყოს და დიდი ალბათობით რეგისტრირებული ზარალდება ამ არარეგისტრირებულების გამო. კი ბატონო, მაგნაწილშიც რასაკვირველი არის გარკვეული ასპექტები, რაც ესე ვთქვათ, აზარალებს რეგისტრირებულ და კანონმორჩილ საქმიანობას, ხო? ეკონომიკის ნაწილში. პირველ რიგში სურსათის ბიზნეს ოპერატორი, ანუ სურსათის მწარმოებლის ვალდებულებაა რომ რეგისტრაცია გაიაროს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, საჯარო რეესტრში და ამავდროულად საქმიანობა თუ ეხება ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოება გადამუშავებას, სავალდებულოა რომ სააგენტოდან მანამ საქმიანობას დაიწყებს მიიღოს აღიარება. ანუ წინასწარი შემოწმება უნდა გაიაროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან და მიენიჭება პირობითი ან სამუდამო აღიარება. აღიარების პროცესში ჩვენ ვახორციელებთ საწარმოში არსებული ინფრასტრუქტურის შესაძლებლობებს და მზაობას იმისთვის, რომ იმ კონკრეტული სურსათის წარმოების შესაძლებლობა იქნება თუ არ იქნება, ხო? ესე ვთქვათ, სურსათის სახეობიდან გამომდინარეობს საწარმოს აღჭურვილობაც. აქედან გამომდინარე არარეგისტრირებულ ბიზნეს ოპერატორს გარდა იმისა რომ ის თავს არიდებს რაღაც ეკონომიკურ ვალდებულებებს, ფინანსურ ვალდებულებებს სახელმწიფოსთან, ამავე დროს ძალიან მაღალ რისკებს მოიცავს სურსათის უნებლობის ნაწილში, იმიტომ რომ არ არის კონტროლს დაქვემდებარებული, არ აქვს გავლილი სახელმწიფო კონტროლის პროცესები და შესაბამისად იქ არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა ჩვენთვის უცნობია, რაც ზრდის რისკებს იმ ნაწილში, რომ მის მიერ წარმოებული სურსათი არ იქნება კანონმდებლობასთან შესაბამისობაში და მათ შორის შესაძლებელია ესე ვთქვათ გარდაუვნებლობის მაჩვენებლების დარღვევისა, ასევე კონდეს მას ეტიკეტირების წესში ინფორმაციის არასწორი დეკლარირების ნაწილი და რასაკვირველია, რეალობას ხო იყოს დამზადებისა? კი ბატონო, ხშირ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ საუბარი გვაქვს ყველზე და იცით თქვენ რომ ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად ყველი არის სურსათი, რომელიც აუცილებლად უნდა დამზადდეს პირუტყვის რძისგან და რძისგან ან რაღაც დანამატი ცხიმის მეშვეობით, ესეთ შემთხვევაში ხშირია ფაქტები, როდესაც არარეგისტრირებულ საწარმოში ამზადებენ ყველს, რომელიც არ არის, ესე ვთქვათ, შესაბამისი ტექნოლოგიური პროცესებით დაცვით დამზადებული. ზოგად მონაცემს გავაცნობ ჩვენს მსმენელს,
ჯამში ქვეყანაში ფუნქციონირებს 251 რეგისტრირებული რძედარძის პროდუქტების მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორი და ჯამში ჩვენ ბოლო 4 თვის განმავლობაში დავაიდენტიფიცირეთ 36 არარეგისტრირებული ბიზნეს ოპერატორი და თითოეულ მათგანთან კანონით განსაზღვრული სამართლებრივი პასუხისმგებლობები დავაყენეთ. ბატონო ვასილ, მაგალითად დღეს რო აღმოაჩინეთ 4, ამ 4-ის მფლობელს, თქვა ერთი ავიღოთ. მის ვიზეც არის გაფორმებული, მას რა ვალდებული, თქვა ფინანსური ჯარიმის გარდა კიდე რაიმე ვალდებულება აქვს თუ არა? რა ტიპის ჯარიმაა და არის თუ არა ეს ისეთი, რომ ამ ვალის გასტუმრების მერე იგივეს არ გაიმეორებს, ასე ვთქვათ. კეთილი ნახეთ, აქ პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ფაქტები ჩვენ სპეციალურ უწყებასთან გადაგზავნილი გვაქვს იმისთვის, რომ თუ სხვა სახის დანაშაულის გამოვლენის ალბათობა იქნება მათ ეს ვთქვათ თავის კომპეტენციის ფარგლებში გამოიკვლიონ აღნიშნული ფაქტი. რაც შეეხება შემდგომი საქმიანობის განვითარებას, ჩვენი საქმიანობა არ არის ორიენტირებული იმაზე, რომ სიტყვაზე არარეგისტრირებული თუ არის დღეს ბიზნესი და ხვალ უნდა რომ რეგისტრაცია გაიაროს და ეს ვთქვათ კანონის მოთხოვნების შესაბამისად გააგრძელოს ფუნქციონირება. ჩვენ მზად ვართ, რომ თითოეული ბიზნეს ოპერატორი, რომელიც გადაწყვიტავს, რომ საქმიანობა გააგრძელოს კანონის მოთხოვნების შესაბამისობაში, ჩვენ ყველა იმ პროცედურის ესე ვთქვათ ხელშემწყობი უწყება ვიქნებით, რომელიც დაეხმარებათ მათ რეგისტრირებული საქმიანობის გაგრძელებაში. დღეს თუ არარეგისტრირებულია და თუ იქ რაღაცა კატასტროფული შეუსაბამობა არ აქვს, სხვა დღეს ამ დაურეგისტრირებელის რეგისტრირებულ ფორმატში გადატანა უნდა, ასე ვთქვათ, ჩვენ შესაბამისი. ეს აღმოჩენა არნიშნავს, რომ მას წითელი ხაზი აქვს გავლებული სამუდამოდ იმ კონკრეტულ დარღვევასთან დაკავშირებით, რომელიც იდენტიფიცირებულია, მას სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება და ეს ვთქვათ კანონის წინაშე გარკვეული ვალდებულებები ექნება, თუმცა რა თქმა უნდა საომავლო საქმიანობასთან მიმართებაში თუ ის განცხადებით მომართავს სურსათის ეროვნულ სააგენტოს აღიარების კოდის მიღებასთან მინიჭებასთან დაკავშირებით და ამავე დროს საჯარო რეესტრში რეგისტრაციას განახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ჩვენ ესე ვთქვათ შემდგომში უკვე პროცედურები განხორციელდება, რაც ესე ვთქვათ პროტოკოლით არის განსაზღვრული და მის საქმიანობა უკვე სრულად იქნება შესაბამისობაში კანონთან. მათ შორის მინდა აღვნიშნო, რომ ბიზნეს ოპერატორები, რომლებიც არიან რეგისტრირებულები და სახელმწიფო კონტროლის დროს გამოუვლინდებათ კრიტიკული შეუსაბამობა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ბიზნეს ოპერატორის საქმიანობას ვერასდროს ვეღარ გააგრძელებს. როგორც კი ბიზნეს ოპერატორი ამ კრიტიკულ შეუსაბამობას აღმოფხრის და სააგენტოს შესაბამის უფლებამოსილი პირები მის ესე ვთქვათ მდგომარეობას დაადასტურებენ, რომ გამოსწორებული აღმოფხვრილია ეს კრიტიკული შეუსაბამობა, ჩვენ დაუყოვნებლივ საწარმოო პროცესის განახლების უფლებას ვაძლევთ. გასაგებია. ყველი ისეთი პროდუქტია, რომელიც წელიწადის განმავლობაში აქტუალურია, მაგრამ ზაფხულში რძის პროდუქტები და არამხოლოდ რძის პროდუქტების მალფუჭებადობა ცალკე პრობლემაა. ზაფხულისთვის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლიკა არის, ასე ვთქვათ, ალბათ ნაყინი, რომელიც რძის პროდუქტებში გამორჩეულია და ზაფხული მისი ღირებულების განსაკუთრებული პერიოდია და მოთხოვნა იზრდება. ამ ხრივ რა რეალობა გვაქვს, აქ რა ვალდებულებები გვაქვს, თქვათ, ყველაზე თუ აბრძანეთ, რომ ყოველგვარი რძის ფხვნილის გარეშე ნატურალური რძით უნდა იყოს მომზადებული ყველი, ნაყინთან მიმართებაში რა ვალდებულებები გვაქვს, იმიტომ რომ ნაყინი ჩვენ შეიძლება ვნახოთ რაღაც საერთაშორისო ბრენდის საქართველოს წარმომადგენლობა, რომელიც ნაყინს ყიდის, ასევე ქართული ბრენდი, რომლებსაც შესაბამისი ფართი და სივრცე გააჩნიათ და ქუჩაში ვიხილოთ ჩამოსასმელი ნაყინით. კი ბატონო, ყველა ეტაპზე გვხდება ნაყინთან მიმართებაში, საწარმოო ჯაჭვის ყველა ეტაპი გვხდება ჩვენს ქვეყანაში, როგორც წარმოება, ასევე იმპორტირებული ნაყინი და ამავე დროს, ესე ვთქვათ, street, ანუ ქუჩაში ჩამოსასმელი ნაყინის აპარატები, ხო? ძალიან საინტერესო კითხვა პირველ რიგში რძის პროდუქტებზე ორი სიტყვით ვიტყვი, რომ ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით კი რასაკვირველია ტემპერატურის მატებასთან ერთად მალფუჭებად სურსათთან მიმართებაში უვნებლობის რისკების მატება არსებობს, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ სურსათის უვნებლობა წლის ყველა პერიოდში ერთნაირი აქტუალობით
განისაზღვრება, ერთნაირად მნიშვნელოვანია, თუმცა ტემპერატურული მატება იმ შემთხვევაში, როდესაც არ ხდება შესაბამის ტემპერატურის რეჟიმის დაცვა სურსათთან მიმართებში, რასაკვირველია უკვე შეუსაბამობაზე მივდივართ და რისკები იზრდება. რაც შეეხება ნაყინს, მინდა გითხრათ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო მუდმივად ახორციელებს ნაყინის მწარმოებლებთან სახელმწიფო კონტროლს და ერთ-ერთი პრიორიტეტი არის ჩვენი წლიური პროგრამით განსაზღვრული ნაყინის მწარმოება. წელიწადში ორჯერ გვიწევს გეგმური სახელმწიფო კონტროლის განხორციელება. გარდა ამისა, ნებისმიერი შეტყობინების საფუძველზე ჩვენ ახორციელებთ ვიზიტს და აღნიშნული საკითხის შესწავლას. გარდა მწარმოებლებთან აი ამ სანიტარო-ჰიგიენური მდგომარეობის შესწავლისა, ჩვენ ასევე ქსელში საცალო ვაჭრობის პუნქტებში რუტინულად ვახდენთ ნაყინის შესყიდვას და შესაბამის აკრედიტებულ ლაბორატორიაში კვლევას სხვადასხვა მაჩვენებლებზე, ისეთებზე როგორც არის სალმონელა, ლისტერია, როგორც რიგითი მომხმარებლები ყიდულობ და უბრალოდ მე ლაბორატორიაში აგზავნით. ჩვენი უფლებამოსილი პირები შესყიდვას ახდენენ ამ ნაყინის რასაკვირველია შესაბამის ანგარიშწორებით და ამის შემდგომ უკვე უბრალოდ არ მიირთმევენ და მოაქვთ. ამის შემდგომ უკვე მინუსის აღების წესის დაცვით ხდება ეს პროცედურა და შესაბამის აკრედიტებულ ლაბორატორიის დაშკნის საფუძველზე ვადგენთ მერე უკვე ჩვენ ამ სურსათის შესაბამისობას. წელს 130 ნაყინი გვაქვს უკვე აღებული ნიმუშის სახით და არც ერთ მათგანში არც ერთი მაჩვენებლის დარღვევა არ არის გამოკვეთილი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ წლის განმავლობაში კიდევ დაგეგმილი გვაქვს 50-მდე ნიმუშის შესყიდვა და თვითეულ კვლევის შედეგთან დაკავშირებით ჩვენი მოსახლეობა დაინტერესებული მხარეები, როგორც ეთერების საშუალებით თუ ამის საშუალება გვექნება მიიღებენ ინფორმაციას და ამავდროულად ჩვენი სოციალური მედიის გვერდის საშუალებით და ასევე ჩვენი საიტის საშუალებით ჩვენ რუტინულად ვაქვეყნებთ ამ ინფორმაციას და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ამ შედეგების ნახვა შეუძლიათ. ხო, ასევე ადგილობრივ მწარმოებლებს შევეხე და მინდა გითხრათ, რომ ასევე ხდება იმპორტიორებთან სახელმწიფო კონტროლი და მოწმდება როგორც ნიმუშების ნაწილი, ნიმუშების შესყიდვა, ასევე სურსათის, ანუ ამ ნაყინის შენახვის პირობების დაცვის კონტროლი, ჰიგიენური მდგომარეობის კონტროლი და ყველა საჭირო ის პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფს ამა თუ იმ სახეობის სურსათის ამ შემთხვევაში კონკრეტულად ნაყინის საბოლოო მომხმარებლამდე უვნებლად მიწოდების შესაძლებლობას. კი ბატონო. ამ ყველაფერთან ერთად კვების ობიექტები და ისევ მესმის რომ მთელი წლის განმავლობაში ეს ყველაფერი გამოწვევა, მაგრამ ზაფხული და კვების ობიექტები კიდევ ასევე ცალკე სირთულეა და ეს განსაკუთრებით თავისი სიმწვავით ჩანს ხოლმე ზღვისპირა რეგიონში. ამ ხრივ რა მოცემულობა გვაქვს და გავაერთიანებ ორ კითხვას. თქვენ ჩვენთან ბოლოს ეთერში თქვენთან ჩემი დიალოგი თუ არ ვცდები იყო თქვენი როგორც დეპარტამენტის მიმართულებით ხელმძღვანელი სტატუსი და ახლა უკვე ხართ საერთოდ ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე. აქვე მინდა თქვენი სუბიექტური შეფასება ზოგადად მარტო სურსათის უნებლობის სააგენტო ვერას გახდება თუ არა მოქალაქეთა ჩართულობა და ამასობაში გვინდა რომ სოციალური პასუხისმგებლობაც იზრდებოდეს მწარმოებელთა მხრიდან. და ეს ერთობლიობა მიგვყვანს ალბათ 7 შედეგამდე. და თქვენი შეფასებით ერთი კითხვა ის რაც ზღვის ზოლზე თქვათ კვების ობიექტებს ეხება და მეორე ზოგადად როგორია სტატისტიკურად და სუბიექტური შეფასებით ჩართულობა საზოგადოებისა და რამდენად მიდის ეს ყველაფერი ცნობიერების ამაღლებისკენ მეწარმეებს გულისხმობ და ასევე რიგით მოქალაქეებს და ერთობლივ ჩართულობას. ერთი ძალიან საინტერესო ასპექტზე ამახვილებთ ყურადღებას. აქვე საზოგადოებას შევახსენებ, რომ იცით თქვენ გაეროს სურსათის სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია, რომელიც დაარსა სურსათის უნებლობის დღე და ყოველ წელს ჩვენი ქვეყანაც აღნიშნავს ამ დღეს და 2020 წელს ერთ-ერთი მთავარი სლოგანი იყო ამ ორგანიზაციის მიერ, რომ სურსათის უნებლობა ყველას გვეხება.
და წელს იყო სლოგანი, ანუ ცნობიერება სურსათის უვნებლობაში, მეცნიერების როლი სურსათის უვნებლობაში, ხო? რაც პირდაპირ მიანიშნებს იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ჩვენ გვაქვს ესე ვთქვათ, დღეს სურსათის უვნებლობის მდგრადი სისტემა ქვეყანაში და გვინდა უფრო გავაუმჯობესოთ, მნიშვნელოვანია პროპორციულად მოსახლეობის მომხმარებლების ცნობიერების გაზრდაც. ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ჩვენ წლებია ყოველწლიურად ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა აქტივობებს ვახორციელებთ. ესე ვთქვათ, გასულ წელს 100 შეხვედრაზე მეტი გქონდა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის მომხმარებლებთან, სურსათის მწარმოებლებთან, კონკრეტული ტექნიკური რეგლამენტების და მოთხოვნების გაცნობის მიზნით. მიმდინარე წელსაც, რა თქმა უნდა, აღნიშნული აქტივობა ესე ვთქვათ, გრძელდება და მინდა გითხრათ, რომ თუ შევადარებთ ჩვენ ასევე იცით, რომ გარემოსდაცვა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს ცხელი ხაზი, რომელიც 24 საათის განმავლობაში ჩვენს მოქალაქეებს ემსახურება ნებისმიერი შეტყობინების მიღებას ვახდენთ, რაც რა თქმა უნდა რელევანტური არის. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამ სტატისტიკას თუ გადავხედავთ, პროპორციულად შედეგებიდან გამომდინარე დავინახავთ მოსახლეობის ჩართულობას უნებლობის სისტემის შენარჩუნებაში. 10 წლის წინ და 5 წლის წინ ჩვენ თუ გქონდა რამოდენიმე ათეული ან ასეული სატელეფონო შეტყობინება მხოლოდ სურსათის უნებლობის ნაწილში, შარშან ჩვენ გქონდა 1500-მდე სატელეფონო შეტყობინება. რაც იმას ნიშნავს, რომ თვითვეულ შეტყობინებაზე ჩვენი კონტროლი განხორციელდა. ამავე დროს ეს შეტყობინებები თავის შინაარსიდან გამომდინარე, ესე ვთქვათ, გვაძლევს ინფორმაციას თუ მოსახლეობა რაზე აკეთებს აქცენტს. ხო, ანუ რას აკვირდება და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსახლეობამ უკვე დაიწყო ეტიკეტის კითხვა, რაც ცალსახად მნიშვნელოვანი არის. ამავე დროს ადამიანების ძალიან უმეტეს დაავალდებულეთ კანონით, რომ ის არ იყოს ლუპით წასაკითხი და რა თქმა უნდა, უნდა იყოს ადვილად წაკითხვადი და აღქმადი შესაბამის ეს ვთქვათ ზომებს უნდა იცავდეს ეს ასობგერის ზომა, კი ბატონო. ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ გაამახვილა ყურადღება და აკვირდება შეტყობინებებიდან გამომდინარე იმ ჰიგიენურ მდგომარეობაზე, რა პირობებშიც ეს სურსათი მზადდება, თუ თვალსაჩინოა, ან განთავსებულია დახლზე. შეტყობინებების შინაარსი გვეუბნება ჩვენ უკვე, რომ აი ამ პროცესებს მოსახლეობა, მომხმარებლები აკვირდებიან. ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია ნამდვილად. იყო წლები, როდესაც ჩვენს ესე ვთქვათ, კულტურაში აღქმული იყო ისე, რომ რაღაც გარევაჭრობის პირობებში ცხელი ხორცი ან რაღაც ესეთი სახეობის სურსათი, რომელსაც მალფუჭებადია და შენახვის პირობები დარღვეული ქონდა, ესე ვთქვათ, მისგან უფრო გემრიელი კერძი მზადდება, ვიდრე იმ სურსათისგან, რომელიც მასივაშია და ჰიგიენური ნორმებით დაცული არის. მე რაღაც იაფს უკავშირებდი ამას. იაფის გარდა ისედაც აგერ დავაკვირდებით ჩვენს გარშემო, იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც მაგალითად ზოგადად რო ვთქვათ, ხორცს სჭირდება აუცილებლად მომწიფების პერიოდი, რაც ზოგ შემთხვევაში შეიძლება იყოს 6 საათი, 10 საათი და ამ პროცესში ასევე გაგრილება ხდება, ხო? გაცივება ხდება შესაბამის ტემპერატურაზე. ამ დროს იყო მითი, ესე ვთქვათ, მოსახლეობაში, რომ აი ცხელი ხორცის მწვადი უფრო გემრიელია. ანუ ახალი დაკლულის მწვადი. ახალ დაკლულსა და მზეზე გაცხელებულ შორისაც ხო არის სხვაობა? სხვაობა არის, რა თქმა უნდა, აქ მიკრობიოლოგიასთან მიმართებაში სხვადასხვა პროცესები არის, თუმცა გაცივების პროცესი თუ არ წავა შესაბამისი, ესე ვთქვათ, რეჟიმით, მაგ შემთხვევაშიც უკვე უნებლობის მაჩვენებლები ცვლილებას კი ბატონო, ცვლილებას მოგცემს. და ნუ სწორედ ეს ყველაფერი ანალიზს, როდესაც ვაკეთებთ ჩვენ შემოსული შეტყობინებების, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მოსახლეობის ჩართულობა უნებლობის სისტემის შენარჩუნებაში ნელ-ნელა წინ მოდის და მათ შორის მათი ცნობიერება იზრდება. ამავე დროს მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გასულ წელს გქონდა აქტივობა სკოლის დამამთავრებელ კლასებში გარკვეული სურსათის უნებლობის საკითხებზე ინფორმაციის მიწოდების და ვფიქრობ, რომ ესეთი აქტივობები ჩვენ მოგცემს იმის საშუალებას, რომ ჩვენი მოსახლეობის
ესე ვთქვათ, ცნობიერება ამ კუთხით უფრო მეტად გაიზრდება, რაც მოგცემს საშუალებას, რომ უფრო მეტად ეფექტურები ვიყოთ და ამავდროულად ჩვენი თანამოქალაქეების და მოსახლეობის უფლებები უნებლობის კუთხით სრულად იყოს დაცული ჩვენს ქვეყანაში. და ჩვენი დიალოგის მიწურულს კითხვის მეორე ნაწილია იქ ხო, კვების ობიექტები და ზღვის ზონა, იმიტომ რომ ზაფხულში ცოტა სახიფათო იყო ხოლმე, მაგრამ ამასობაში ალბათ საქმეს ისიც წამოეწია და წამოეხმარა, რომ სოციალური შეფასებები აქტიურად არის, თქვათ Google Maps-ის წყალობით ან სოციალურ ქსელში, ეს ერთი კითხვა და მეორე ჩვენ დიალოგის ბოლო ნაწილში რჩევებს კიდევ ერთხელ მოვისმენთ ზაფხულში კვებასთან დაკავშირებული ჰიგიენის საკითხების დაცვის თვალსაზრისით. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ არა მხოლოდ ესე ვთქვათ საზღვაო ზოლზე, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენი ქვეყანა საბედნიეროდ ძალიან მრავალფეროვანი არის ტურისტული ადგილებით და ძალიან ბევრი ღირსშესანიშნავი კურორტი არის ჩვენს ქვეყანაში. ამ დღევანდელ დღეს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი საერთაშორისო მოგზაური სტუმრობს ჩვენს ქვეყანას და ადგილობრივი ესე ვთქვათ მოსახლეობას აქტიურად იყენებს სხვადასხვა ტურისტულ ზონებს დასასვენებლად, რასაკვირველია, სააგენტო შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს თვითეულ ტურისტულ ზონაში ჩვენ შესაბამის კონტროლს გეგმავთ და ვახორციელებთ და უახლოეს დღეებში ასევე იგეგმება აჭარის და გურიის რეგიონში სხვადასხვა ბიზნეს ოპერატორებთან, სხვადასხვა საქმიანობის მქონე ბიზნეს ოპერატორებთან, მათ შორის საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, ესე ვთქვათ, კონტროლის და განხორციელება, რაც კიდევ ერთხელ მოგცემს იმის საშუალებას, რომ ესე ვთქვათ, ჩვენ შევინარჩუნოთ უნებლობის დონე, რომელიც მნიშვნელოვანი არის ჩვენი ყოველდღიურობისთვის და ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ხო? მე უფრო მეტად დავაკონკრეტებ, ანუ ჩვენ რუტინულად ყოველდღიურად ყველა რეგიონში კონტროლს ვახორციელებთ, მაგრამ როდესაც საუბრობთ ესე ვთქვათ ტურისტული აქტიური სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, ჩვენ ესეთ პერიოდში ესე ვთქვათ სხვადასხვა რეგიონებიდან როტაციის პრინციპით ვახდენთ უკვე კონტროლს ამა თუ იმ საკურორტო ზონაში და წლების განმავლობაში ამ გარკვეული ეფექტი მოგცვა და დარწმუნებული ვარ, რომ წელსაც შედეგიანი იქნება. და რჩევის სახით რას გვეტყვით, რას გვეტყვით? რჩევის სახით სურსათის მწარმოებლებს, მათ შორის ესე ვთქვათ მოსახლეობას, ჩვენს მომხმარებლებს, მინდა ვურჩიო, რომ კარგად წავიკითხოთ პირველ რიგში ეტიკეტი, ვნახოთ სურსათის შენახვის პირობები, რა არის განსაზღვრული, ამ პირობების შესაბამისად შევინახოთ სურსათი, თუ ეტიკეტზე განსაზღვრული არის სურსათის მომზადების წესი, აუცილებლად მომზადების წესიც დავიცვათ, დავაკვირდეთ რა საკვირველია იმას მოხმარების ვადებს, გამოყენების ვადებს და ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ სურსათს სადაც ვყიდულობთ, ან სადაც ვამზადებთ, ჰიგიენის პრინციპები იყოს დაცული. ხო, ანუ სუფთა ზედაპირები უნდა იყოს, აუცილებლად უნდა ირეცხებოდეს, საჭიროების შემთხვევაში რეცხვა დეზინფექცია უნდა უტარდებოდეს გარკვეული პერიოდულობით. ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ არაერთგვაროვანი სურსათი გქონდეს ერთმანეთსგან გამიჯნული და თვითეული ინგრედიენტი, რასაც გამოვიყენებთ ამა თუ იმ კერძის მოსამზადებლად, იყოს ვადაში და შენახვის პირობები იყოს დაცული. მომსახურე პერსონალის, ანუ სურსათს როდესაც ვამზადებთ, შესაძლებელია ჯვარედინი დაბინძურებით ჩვენ, ვინც ესე ვთქვათ, უშუალოდ დამზადების პროცესშია, ყველა ინგრედიენტი შესაბამისობაში იყოს, მაგრამ არასწორი პრაქტიკიდან გამომდინარე, ესე ვთქვათ, ადამიანი, რომელიც სურსათს მომზადებით არის დაკავებული, მან დააბინძუროს ეს სურსათი. კი ბატონო, აი ჯვარედინი დაბინძურებთ. აქედან გამომდინარე, თითოეულ ეტაპზე მაქსიმალური ყურადღებაა საჭირო იმისთვის, რომ საბოლოო სახით უვნებელი სურსათი მივიღოთ და ძალიან მნიშვნელოვანია ამავე დროს, რომ არ შევიძინოთ არც ერთი სახის სურსათი, რომელიც არის არაორგანიზებულ ვაჭრობის პუნქტში განთავსებული, ხო? არაორგანიზებულ საქმიანობას სადაც ხორციელდება,
იქ ჩვენ არ უნდა შევიძინოთ სურსათი. იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცით ამ სურსათის წარმომავლობა, არ ვიცით ამ სურსათის შენახვის პირობები როგორ არის და ასე შემდეგ, ხო? და ერთი დეტალი ეს არ ვიცი საერთოდ ვის ეხება თუ უბრალოდ მარკეტინგური ხლიკიადაც არიელიც არის, იმიტომ რომ კი ისწავლა ალბათ მოსახლეობამ სამასობაში რომ დიდ მაღაზიებს, ქსელურ მაღაზიებში და მაღაზიებში ის რაც კვეთრი ფასდაკლებით არის წარმოდგენილი, როგორც წესი ვადასთან აქვს უკვე მისი ვადა იწურება, მაგრამ არის ხოლმე რომ ფასდაკლების გამო ყიდულობენ და ვადას არც უყურებენ. და აღმოჩნდება რომ იქ რაღაცა დათვლილი დღეებია დარჩენილი და აქ არის თუ არა თქვათ მაღაზიის ან კონსულტანტის ვალდებულება რომ უთხრას რომ ვადა აქამდეა თუ აქ მომხმარებლის ყურადღებაზეა. ვადა გასულს არ ყიდის იდეაში. კი ბატონო. პირველ რიგში აღნიშნა რომ ძალიან კარგი პრაქტიკაა ის რომ ესე ვთქვათ სურს ან ბიზნესი მივიდა იმ გადაწყვეტილებამდე რომ რაღაც ფასდაკლება გააკეთოს და გაყიდოს ის სურსათი ვადაში მყოფი ვიდრე ის რომ ესე ვთქვათ ფასდაკლება არ გააკეთოს და გაანადგუროს შემდგომში ის სურსათი ხო რა საკვირველია პირველ რიგში ეს არის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა ნებისმიერი ესე ვთქვათ ის ფასდაკლების შემთხვევაში როდესაც ვყიდულობთ ესეთ სურსათს თვითმფრინავმა მომხმარებელმა პირველ რიგში უნდა დავხედოთ ვადას თუ ადამიანამდე დარჩენილია 2 დღე, 1 დღე, 5 დღე და ასე შემდეგ თუ გიღირს შენი არჩევანი ვიყიდოთ და გამოვიყენოთ მაგრამ ვადაგასული სურსათი არ უნდა ვიყიდოთ და ესეთი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში $15-ზე უნდა დავრეკოთ აუცილებლად იმიტომ რომ ეს ინფორმაცია მოვიდეს ჩვენამდე და რასაკვირველია ბიზნეს ოპერატორს უშუალოდ გამყიდველს იმის ვალდებულება კანონიდან გამომდინარე რომ მოქალაქეს უთხრა სიტყვიერად თუ მას ეს უწერია იქ რომ ანუ ეტიკეტი თუ წარდგენილი აქვს და შენახვის ვადები და განსაზღვრული არის ეტიკეტი ამის ვალდებულება რომ სიტყვიერად გააფრთხილოს არ აქვს მაგრამ სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე თუ ამას გააკეთებს ჩვენი ბიზნესი ძალიან კარგი იქნება ნამდვილად. ხო, ну, მოკლედ რაც ფასდაკლებულია პირველ რიგში ვადას დავხედო და მე არა მარტო ფასდაკლებულზე. ყველა შემთხვევაში პირველ რიგში ვადა და შენახვის პირობები. უბრალოდ როდესაც რუტინულია და ხშირად და ბევრს ყიდულობ, ყველაფერს ისე ვერ დააკვირდები და იქ უკვე სწორედ სანდოობის მომენტია ამ ობიექტის შესაბამისობიდან გამომდინარე. შეიძლება ყიდვის მომენტში ვერ დავაკვირდეთ, მაგრამ სახლში მიტანის შემთხვევაში უკვე რაღაც აი ამ მომენტშიც დავაკვირდეთ და $15 მინდა აღნიშნო რომ თვითეული მომხმარებლის ესე ვთქვათ ხელმისაწვდომია თვითეული მომხმარებლის მოკლედ მაინც მიდის ყველაფერი საერთო ცნობიერებამდე, საერთო ჩართულობამდე და საჭიროების შემთხვევაში $15-მდე ხო? კი ბატონო. მადლობა სტუმრობისთვის. ბატონი ვასილ კვერნაძე იყო ჩვენი სტუმარი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე. მადლობა ამ საინტერესო დიალოგისთვის და ამ ახალ პოზიციიდან წარმატებულ საქმიანობას გისურვებთ, იმიტომ რომ თქვენ ორი პარალელი გაავლეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ტურიზმი და გასტრონომიული ტურიზმი ცალკე ღირებულება და გამორჩეული პროდუქტია ქართული ტურიზმისა და ის რომ გასტრონომიული ტურიზმის თამასა არ დაიწიოს აქ თქვენი აქტიურობა და მაღალ დონეზე ყოფნა მნიშვნელოვანია იმისთვის რომ ამ მხრივ ყველაფერი იყოს საჭიროების შესაბამისად და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობაში. მადლობა, წარმატებები. მადლობა, ნახვამდის.